პერიოდები აქაც არიან საერთოდ.
58 დღეს აქციის მონაწილეებმა კვლავ გამართეს მსვლელობა. ამჯერადაც ზუსტი ლოკაცია თუ საითკენ მიერთებიან უცნობია, მაგრამ ამჯერად ისინი თავის მეტროს მიმართულებისკენ მიდიან.
სუვერენიტეტისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის, ესენი იბრძვიან მანობისთვის, შეგვება თავისუფლება მანობას. ამიტომ ხმაური, ხმაური! ხმაური მეგობრებო, ხმაური! გავაგონოთ ყველას! და ყველას სახელში უნდა შევიდეთ ეს პროტესტი! ხმაური!
სკოლაში მოვიდა. შეგახსენებთ, რომ დღეს უწყოდი პროტესტის 352 დღეა და აქციის მონაწილეებმა კვლავ გადაწყვეტეს, რომ გაიმართეს მსვლელობა. ისინი ცდილობენ ამბობენ თუ საიტში წევენ და ამჟამადაც არის საბოლოო მართულობა, მაგრამ ამჯერად ისინი რუსთავის მეტროსთან ელოდებიან გათაშებულდნენ.
უმაღლესად გაგვალეს და ამიტომ მათ ძალით აუცილებლად გავიმარჯვებთ. უკვე ერთი წელია ივანიშვილის მაღალადა რეჟიმმა მოიტაცა ქართული სახელმწიფოებრიობა. წაართვა ქართველ ხალხს ის მონოპოლარი, რაც სისხლით ამოპოვებული ჩვენი წინაპრების მიერ. ეს არის თავისუფალი დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალი არჩევნებით. თუმცა ივანიშვილის რეჟიმმა ფაქტობრივად დააბრუნა ბატონყმობა. თვითონ შემოიკრიბა მის გარშემო მისი მონები და ცდილობს რომ ქართველი მოსახლეობა დაამონოს, ხოლო ვისაც არ დაამონებს და ვერ გამოუყალბებს პროპაგანდით თავს და ვისაც ვერ გაუდეხს სახელს, ცდილობს რომ ისინი ყველანი ციხეში გაუშვას, ან კიდევ ჩაგვრენობითი კანონებით დაჩაგროს. შევეგუებით ამას? არა! ამიტომ ძირთვისული რეჟიმი! ძირთვისულის ტირანია! ძირთვისულის ტირანია! მეგობრებო, აქვე მოგახსენებთ რომ 28 ნოემბერს არის ერთი წელი ჩვენი უცხოური პროტესტის. ჩვენ ყველანი ვართ მოვალენი, რა თქმა უნდა, დარწმუნებულია რომ ყველანი ვიჭრებით, თუმცა მაქსიმალურად უნდა გავაგრძელოთ ეს და გამომიყვანოთ ყველა, ვისთანაც მიგუშლება ხმა. ამიტომ ბრძოლა!
გადავდი.
შეგახსენებთ, რომ აქციის წევრები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით გამოემართნენ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ვინაიდან ჩვენ არ ვემორჩილებით უკანონო კანონებს, ჩვენ ვემორჩილებით მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და არა ლეგიტიმურ პარლამენტს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი უპირველესი მიზანი. ჩვენ ვიბრძვით 26 ოქტომბრიდან მოყოლებული. რაც შემდეგ რაც თვალნათლივ მოიპარა ივანიშვილის კრიმინალურმა ბანდამ ქართული დემოკრატია, ქართველი ხალხის ყველაზე ეფექტური იარაღი რაც არის ხმა, საარჩევნო ხმა, ეს მოიპარა ქართულმა ოცნებამ. შესაბამისად, მეგობრებო, მას შემდეგ ჩვენ გავიარეთ უამრავი რეპრესია. აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერი დღეს არის ციხეში და მათ ემუქრებათ ახალი ეგრეთ წოდებული კანონმდებლობით და შეთქმული საქმეებით ემუქრებათ მრავალწლიანი ციხე. ჩვენ ის რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის, ეს ასევე არის უმნიშვნელოვანესი იმ გადმოსახედითაც, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ჩვენთანა მებრძოლებს, საქართველოს პატრიოტებს, რეჟიმის ხვეებს გავაგონოთ ყოველდღე ხმა, რომ ჩვენ ვერ დაგვამონა ივანიშვილის რეჟიმა, რომ ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის და მათი თავისუფლებისთვის. ამიტომ ჩვენ ისევ და ისევ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო კანონიერ სამართლიან ევროპულ არჩევნებს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და თავისუფლებას რეჟიმის ტყვეების, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს.
დიდი ხანია რუპორი ხელში არ წერია. დიდი ხანია რუპორი ხელში არ წერია და მეორე რუპორი რომ მოიტანო, თქვენ თუ შეიძლება, მეორე რუპორი. მოკლედ მოძრაობა და მოძრაობა შემოთერგო. მოძრაობაში არის ის სიტყვა, რომელიც გაისტუმრებს ამ რეჟიმს ერთხელ და სამუდამოდ. გაისტუმრებს ფესვეს ბუდეს, რომელიც უკვე დიდი ხანია ჩაჩნდა ჩვენ ქვეყანაში და მოკიდებული აქვს დიდი ფესი. ეს ფესი მთლიანად გვაკავოსახები. და ბოლო ამის იქნება ბიზინა და მისი დამქაშები. ყველამ უნდა გავიაზროთ რა არის შენი ბრძოლის ეპიცენტრი. ყველამ უნდა ძალიან კარგად დაინახოს რა არის ფოკუსი, რას ვებრძვით. და ყველაზე მნიშვნელოვანი გავიაზროთ ის, რომ ჩვენ ვართ ახლა შუა ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოძმეერი, რომელიც დღეს ღია, ომშია, დაპირისპირებაშია რუსეთთან, არავინ დაიჯეროს საქართველოში, რომ რუსეთი ჩვენთან არ ომობს. და დღეს საქართველოში არის მშვიდობა. მშვიდობა არის ბრჭყალებში. იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აყენებენ მოთხოვნებს აქ და მას არ ითვალისწინებს მიტაცებული სახელმწიფოს ის, რა ვიცი, ფეოდალი ბიზინა ივანიშვილი. საჭიროა რომ გავაგებინოთ, რომ ყველანი ვინც აქ მდგავართ, მას არ ვემორჩილებით, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური რუსული ძალა, რომელიც პირდაპირ იმართება მოსკოვიდან. ამიტომ მინდა რომ გაიაზროთ და ყველამ ძალიან კარგად გავიგოთ, რასთან გვაქვს შეხება. არავითარ შემთხვევაში არ არის მარტო ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ჩვენი მტერი. ჩვენი მტერი თავარი ზის რუსეთში და ეს არის მოსკოვი. საიდანაც იმართება ეს ძალა, ფარული ძალა, თავისი ყველა უკანონო კანონებით, ყველა რეპრესიული ძალით, რომელიც ყოველდღიურად სიახლის სახით გვაწყდება თავს. ყველაზე ძალიან სურს, რომ ყველა ინსტიტუციამ დაიბრუნოს თავისი სახე ამ ქვეყანაში, რომელსაც რუდუნებით აშენებდა ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, რომელიც დღესაც მიჯაჭვულია ბორკილებით და ვერ თავისუფლდება, იმიტომ რომ ცხოვრობს შიშის ქვეშ, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავს, რა ძალასთან ახმას დაპირისპირება. ამიტომ ყველამ, ვისაც არ გვეშინია, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ გამოვიდეთ და არასოდეს არ ჩავკრეთ, სანამ ეს ძალა ბოლომდე არ ამოიწირყვება, უნდა გამოვაცოცხლოთ ის ადამიანები, უნდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ, უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ არასოდეს არ დავტოვებთ გასაჭირში და გავერთიანდეთ. ყველა ძალა, რომელიც დაპირისპირებას ეცდება ჩვენ შორის, ქართველებს შორის ეს არის რუსული ძალა და დაიმახსოვრეთ. ყველა ვინც ყურში გიჩურჩულებს, ყველა ვინც მოდის და ფუსფუსებს, რომ არაფერი არ გამოგვივა, იმიტომ რომ ოდითგანვე დაპირისპირებული ერი ვიყავით, ეს არის რუსული ნარატივი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში დებდა ქართველი ადამიანის თავში და ეს არის ტყვილი, იმიტომ რომ ყველა ქართველი აქამდე მოვედით იმით, რომ ვიყავით ერთმანეთის გატანაზე, ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები და უარეს აცილებით მძიმე პირობებში ვეთქით ხარში ერთმანეთს. ამიტომ არ დაიჯერეთ და ნებისმიერი ძალები, რომლებიც მოვლენ და გეტყვიან, რომ თქვენ ვერ გაერთიანდებით, ეს არის ტყვილი და მას ეგრევე გაეცით პასუხი. იყავით მზად, იყავით სუფთა, იყავით აბსოლუტურად მართლები და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. უკრაინელი ხალხი იბრძვის, არ დრკება, არავითარ შემთხვევაში არ აგდებს ხმალს და იბრძვის ამ უზარმაზარი, ძალიან ტრულად განწყობილი, თავიდან ბოლომდე ტრულად განწყობილი არის წინააღმდეგ. ამიტომ ჩვენს უნდა გავიაზროთ ეს ყველაფერი, მოვიკრიბოთ ძალები და მთელი საინფორმაციო ომიდან დაწყებული, მთელი ეს ჰიბრიდული ნაგავის უნდა გავიტანოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყნიდან. ვინც უნდათ ერთმანეთის ხარში ამოუდგათ ერთმანეთს და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
მეგობრებო, ალბათ იცით ესეთი ორგანიზაცია არის ზეუთოდინი, რომელმაც დღეს გამოაქვეყნა დასკვა შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით და ფაქტობრივად მიწაში ჩადო. პირდაპირ ერთმნიშვნელოვნად დაწერა, რომ ამ კანონის მიზნები არის არა პროტესტის რაღაცა რეგულირება, არამედ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმის მიზნით, მეგობრებო, იხაით. მეგობრებო, ეუთოდინმა დადო დღეს დასკვნა ბოლო პერიოდში განხორციელებულ შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით და პირდაპირ თქვა, რომ ეს კანონი იყო მიღებული მხოლოდ იმისთვის, რაც ჩვენ ყველა კარგად ვიცით, რომ პროტესტი კრიმინალიზება მომხდარიყო და რო აღეკვეთათ პროტესტი და არანაირი მიზანი კანონიერი მას არ ჰქონდა. ეუთოდინმა ასევე თქვა, რომ პირბადების გამოყენება დასაშვები უნდა იყოს, მათ შორის იმიტომ, რომ შესაძლოა ადამიანები გახდნენ დევნის ობიექტები და მათ უფლება აქვს სახე დაიხაროს. ეუთოდინმა ასევე თქვა, რომ ეს სანქციები არის აბსოლუტურად სისხლისამართლებრივი და არის აბსოლუტურად შეუსაბამო და უნდა გაუქმდეს ეს კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე. ჩვენ გვესმის, რომ ამ რეჟიმს ეს არ აინტერესებს, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდეთ, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იაზრებს რა ტიპის რეჟიმთან არის საქმე, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ ნაკლები დანაკარგი მივიღოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა უმსგავსებას ჩადის ეს რეჟიმი ამ რეპრესიული კანონმდებლობით. მეგობრებო, ეხლა ჩვენ დავიძრებით ცოტა სხვა მიმართულებით და გადავიდეთ დაახლოებით ვერის ბაღის მიმართულებით და მერე სხვადასხვა ქუჩებით, მოძრაობით გავაგრძელებთ მიჩვეულივად ვიწრო ქუჩებს და ცოტა ვიწრო ქუჩები დავიწვისოთ. ბოლომდე მეგობრებო. გადაშული ვარ იმენარი რა.
როგორ უნდა გავიაროთ კიდე წამოვიდეთ ველი გზით გადაიჭრა Dada para bote todas causas fica. Então, fala aqui. Dada para bote a sua. Dada para bote. Dada para bote cada uma treta da outra. देखो पर तो अगर हो गए तो हम मत को भी दावे देंगे आई फिर तो वाले भी बात तो हुआ था विश्व दावे तो मेरे डांस से सेक्रेटरी क्लास का बोल Kemauli mengobremo Kemauli usamangobremo
საკუთარი მკვლელი ხალხის და სახელმწიფოსი ისინი მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას მაშინ როდესაც ჩვენი მოწმეები უკრაინელები და ქართველები იყოცებიან ფრონტზე ამიტომ მაქსიმალურად ამ ქუჩაზე მაქსიმალურად უნდა გავაგონოთ ხმა რომ ჩვენ არ შევეგვარით რუსულ რეჟიმს რომ ჩვენ ვართ ანტიკომუნისტური ანტირუსული ძალა
რუსის სანდატები თუ რაცხვია თავიანთებაზე რუსის ორდუნის შენობაში რაც გადაწყვეტილად რისი მიუხედავ ადამიანისა ქართული ხალხი უპრეცედენტო დაგიწერებს ბრძოლას დემოკრატიისთვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა არ დაწყებულა 10 წლის წინ არც 100 წლის წინ ეს ბრძოლა დაიწყო 300 წლის წინ დაიწყო მაშინ როდესაც ჩვენი უალა დაუპირისპირდით რუსეთს მაშინ როდესაც რუსეთი და რუსეთის ოკუპანტები და ასევე რუსეთის კოლაბორაციონისტები ცდილობდნენ საქართველოს შეემყურებინათ ის გომბათმაგებელი უხლის ქვეშ რაც ჩვენ დადასტურებულად ვიზიტრი აღმოსახვილი დღეს იგივე საკეთებს ქართული ოცნება არის თვითონ საოკუპაციო რეჟიმი არის რუსული რეჟიმი ერსახურება დედა რუსეთს და ჩვენ ქართულ ოცნებას გავაგზავნით რუსული სამხედრო გემის მიმართულებით Слава Украине! Слава Украине! Слава Украине! Идемо Сагарполо! Идемо Сагарполо! Идемо Сагарполо! ტროტუარზე მანქანებზე ავხსნებით და ისე გავიდით, არ გინდათ? უსახურებო.
ხელმელა გავიძრათ, იმედია უკან დაგმოვიდა ყველა. გავიხედოთ, აბა ხო არ დაგჭა. პოლიციელები დაგჭა. ბოლომდე მეგობრებო! როგორც აქტივისტებმა თქვეს, თაბუკაშვილი მიდიან შემდეგ დანიშნულების წერტილამდე.
გაჩერებული დასაჯარიმებლები არიან. იქეთ გადაგვიშვით და მითი წავალ. დიდხანს რო არ გადავეცვალ. ხო, ავიწყებთ, მაშინ ტრანსფერი ღამე ახუნა. ორწუთში გაგიშვები, კაი.
ანუ პოლიცია მემუქრება რომ ან წავალ რუსთაველზე ან დაამარცხავენ. აი ასეთი რამე. ვიდგეთ. შენი არის აბზოლუტურად ვიდგეთ. მეგობრებო, იგივე ტაქტიკას მიმართავენ, უნდა თო დიდხანს შეგვეყოლონ და მე დაგაბრალოთ ის ბლოკირება. სინამდვილეში ის ბლოკირებას ახდენენ თვითონ. ის გვინდა წასვლა მე მარცხნივ, მე ავალ ჩატურიათი რუსთაველზე. მე მიწისქვეშეთი გადავალ პარლამენტთან. გვექნება თუ არა ამის შესაძლებლობა. თუ არა და დაგვიდასტურეთ, რომ კიდევ ერთხელ ჩადიხართ დანაშაულს. ანტანანი გითხარით რის მიზანითაც არ გვიშოთ. ისა უკაცრავად. სადაც? ბატონო გოგა. აი მეგობრებო, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ არ ყვავს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს მილიცია, ქცეული პოლიცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ირღვევა კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ გადის უფლებამოსილები და პოლიცია დასხუდავს თავისუფალი დემონსტრანტების გადაადგილებას. ჩვენ არჩევანს კონფრონტაციაში რა თქმა უნდა, თუმცა ეს ყველაფერი დარჩება არქივს და ეს ყველაფერი იმუშავებს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. როდესაც რომ მოვაწყობთ როგორც ხედავთ პოლიციას, პოლიცია არ ეძლეოდა აქტივისტებს იმ საშუალებას, რომ გაეგზავნებინათ გზა. ცდილობენ რომ ოპტიმალურ გზებს მიმართონ. სხვადასხვა ქუჩებით მივიდნენ საბოლოო დანიშნულებამდე. პოლიციური რეჟიმი! პოლიციური რეჟიმი! პოლიციური რეჟიმი! პოლიციური რეჟიმი! მილიციური რეჟიმი! მილიციური რეჟიმი! მეგობრებო, აი ამბობენ გოგა მემარიშვილი დაგვემუქრა უკანონო თავისუფლების დაწყვეტი.
რამე ხდება მაგრამ? რატო არ მოდი? აკერდოლების ამას რა ხდება? როგორც ხედავთ არტისტების ნაწილურად გაიყო ქეთევან მე რა ვქნა დავრჩე ამასთან თუ გავუყო იმათ მიდი აი შევ კაცრავად როგორც ხედავთ არტისტების ნაწილურად გაიყო ნაწილმა გზა გააგზავნა ხოლო ნაწილი დარჩა Supleba ვისარგებლო ტროტუარით გადავაცილდეთ და ვინმე გადარაგებთ მოგები გადავაცილდეთ
აშკარად დაარიხნენ აქაურები და რატო უძრაგებდნენ გაეტარებდნენ. ჩემი გან. მარტო ვარ რას არ გამიშვა. აქციის მონაწილეები კვლავ უცვლელ ადგილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას დაუბრუნდნენ. დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა რომ გვეყურეთ.